გუნდების შემადგენლობებს დავიწყოთ სამტრედით, ლაზარევსი იცავს ლატვიელი კიპერი 12 ნომრით კარს, დაცვა 15 ქველაძე, 19 ჯანგიძე, 20 თამაშიდან ვერც ერთის მოგება ვერ მოახერხეს იმერლებმა, ერთი ფრე და ორი მარცხი. გიორგი მანჯგალაძე იყო ბურთით, გუნდის კაპიტანი შეცდა პასის გაკეთება. ხედავთ აბრაგებს, გაცემულია მუშკუდიანი აწვდის, საშუალო ტრაექტორიით წავიდა, ბურთი შეიძლება აქედან დარტყმა. შესრულდა კიდეც საკმაოდ დიდი ფეხბურთელმა და გააკეთა პასი მარცხენა ფლანგზე, ოდიკაძე ყურადღებით თამაში არის აქ საჭირო, ჩაჩუა ეთამაშება ოდიკაძეს, აწვდის სახიფათო მომენტი დარტყმა და გახსნეს მასპინძლება ანგარიში, ჩიქოვანმა მოახერხა გოლის გატანა. ამ აქტიურმა სტარტმა იმერლების მხრიდან თავის შედეგი. ბატონო კვერნაძის მიმართულებით რა პასი გამოუვიდა, ხელით დაგარგულიას ოთარ კვერნაძის დარტყმა. გაგრძელდება ეს შეტევა, მოიგერია მეკარემ ბურთი, შეიძლება უკვე ჩაწოდება ოთარ კვერნაძის მეკარის საჯარიმოს მისგავთან არის ჩაწოდება. კვერნაძეს გადააწოდა მოძრაობა, დაბალი პასი საჯარიმოს სადგომებთან. ისევ ოდიკაძე როგორი აქტიური არის. ოდიკაძეს მოძრაობების სერია დარტყმას გამოუვიდა. არ იქნება აქ აზრს მოკლებული, სწორედ ამას აპირებს 23 ნომერი ჩაწოდდა ბურთი საჯარიმოში, არეულობა. იქ იაკობიძე დარტყმა. იყო აქ მიუხედავად ამისა დააღწია წულაიან ბურთი თავს ამპრესკის მარცხენა ფლანგზე გადმოიტანა თამაში, ოდიკაძე შეიწია სიღრმისაკენ, ოდიკაძემ დაარტყა. და ორამდე გაზარდა სხვაობა ანგარიში. ვისაუბრეთ ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორი აქტიური იყო მარცხენა ვინგერი იმერელთა და ამ აქტიურობამ შედეგის მოიტანა პირველი გოლის. სამტრედიელთა ცენტრალურ თავდამსხმელსაც წამოვიდა აქ სამტრედი ზუგდიდის შეტევაზე მუშკუდიანი დაბალი პასი დარტყმა და გადარჩა აქ. გადარჩა. გამოტანილია ბურთი საჯარიმოდან მანჯგალაძე. სახიფათო ზონაში ჩააბრუნდა ბურთი გუნდის კაპიტანმა. ბატოსი არის ფიქსირდება თამაშის წესების დარღვევა, სახიფათო მომენტი დარტყმა. ზუგდიდელთა ნახევრისკენ ბატოსი კარგი იყო თავიდან, ბატოსი თქოს მოგებული ქონდა, პოზიცია დაკარგა, შემდგომ ბურთის ამურკასოვის დარტყმა და ბრავო აქ შესანიშნავი ვარდნა იყო მოედანზე ახლად გამოსული ფეხბურთელის მხრიდან დიმიტრო მამიჩი. აბა დარტყმა ძლიერი. როგორ გაუმართლა აქ სამტრედს? ჩაწოდება არ იყო, მაინც ამას კარგი ჩაწოდება, მაგრამ ცუდად ითამაშა სამტრედიელმა ფეხბურთელმა და ესეც ჯარიმა. კიდევ ერთი ძალიან სახიფათო სტანდარტული იქნება იერიშები დარტყმა, რა ბურთი მოიგერია აქ ლაზარევსმა. ურთულესი დარტყმა.